თბილისის მერმა დედაქალაქის დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა დავით ნარმანიამ მერის სხვა თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე შენობის კედელი საარჩევნო სააგიტაციო მასალისგან გაასუფთავა. მისი თქმით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ის მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი აქციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს რამდენიმე თვითმმართველ ქალაქშიც გაიმართა. რუსთავში, გორსა და ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადმინისტრაციების თანამშრომლებმა ასევე დაასუფთავეს საკუთარი ქალაქის შენობები. ჩვენ წვლილი შევიტანოთ და დავასუფთავოთ ქალაქი, ის არ იქნება მარტო ერთდღიანი აქცია. დღეს უბრალოდ მოსახლეობას ვაჩვენებთ, რომ თუ არის საშუალება და მათ ეზოსთან და სახთან არის პლაკატი, რომელიც ჩამოხსნას მარტივად შესაძლებელი არის, აუცილებლად უნდა შემოგვიერთდნენ. კანონი პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ არჩევნების დამთავრებასა და პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან გააკეთონ ეს საქმე. დასუფთავების აქცია გაგრძელდება ფერნანდაშვილად და თითოეულ მუნიციპალიტეტი მის საზღვარგარეთში დაასუფთავებს.